მოგესალმებით, როგორც იქნა, ვიწყებთ ჩვენ Python-ის basic კურსს ჩვენს YouTube არხზე უფასოდ. შესაბამისად, ნებისმიერ დამწყებ თუ გამოსილ დეველოპერს შესაძლოა გეძლევათ step by step შეისწავლოთ Python-ი, ეს საკმაოდ კარგი პროგრამირების ენა და შესაბამისად დღეს, ვიდეოში პირველ ლექციაში განვიხილავთ ზოგადად რას და როგორ შევეხებთ. მოდი ზოგადად რო დავიწყო დღეს რაღაც ინტროსავით გვექნება. პირველი ამ ვებსაიტს ნახავთ ვიდეოს description-ში. აქ ვიმუშავებთ თავიდან basic-ებზე, რომ ელემენტარული Python-ი დავამუღამოთ, ხო, ეს არის პროგრამის Pro, Python-ის playground-ი, შესაბამისად მარტივად არც იმის გამართვა დაგჭირდებათ ჯერჯერობით, ან ძალიან მარტივად დაბოლ დონეზე დავამუღამებთ სინტაქს, რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია და ასე შემდეგ. კაი, რატომ Python-ი ახლა მოდი ვისაუბროთ. ხო, ჩვენ ვისწავლით Python-ს scratch-დან, ნულიდან, შესაბამისად არანაირი requirements-ი არ არის საჭირო, ასევე ვისწავლით basic კონცეპტებს და კოდს დავწერით, როგორც აღნიშნა უკვე პროგრამის Pro-ზე. რატომ Python-ი, ხო? ზოგადად რო ვისაუბროთ. პირველი, რაც Python-ს გააჩნია, რომ ეს არის უფასო და open source და შესაბამისად ნებისმიერ თქვენგან შეგიძლიათ რომ Python-ის კოდი დაწეროთ, თავისუფლად გააჩნია ნატურალური სინტაქსი და ნატურალურ სინტაქსში ვგულისხმობ ისეთ სინტაქსს, რომელიც თითქოს და არ გავს პროგრამირების ენას, არის ძალიან მარტივი, ინტუიტიური, ხო? და შესაბამისად მარტივად დასამახსოვრებელი, მარტივად სააზროვნო და მარტივად დასაწერი. გააჩნია ასევე დიდი package-ების ბიბლიოთეკა, რაც საშუალებას გვაძლევს ბევრად მარტივად, ხო, რაღაცა scratch-დან არ მოგვიწევს რაღაცის წერა და შესაძლოა გქონდეს Python-ის ეკოსისტემაში რა package-ებიც იქმნება, აი მაგ ბიბლიოთეკებში გავერკვიოთ და შემდგომ უფრო მარტივად გამოვხილოთ. ეხლა აი ზოგადად რო შევადარო, ხო, აი Python-ი რა არის, წარმოგიდგენთ შეგიქმნათ. აი პროგრამირების ენებში Python-ი არის რაღაცა შვეიცარიული დანასავით, ხო? შვეიცარულ დანას გააჩნია აბსოლუტურად ყველაფერი. შესაბამისად Python-ით გაკეთებაც არის შესაძლებელი ყველაფერი, ხო? შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ავტომატიზაცია, შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ web development-ში, შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ AI task-ების შესასრულებლად, ხო? Python-ით კეთდება მაგალითად reporting-ი, web scraping-ი, მაგალითად image-ის გამოცნობა, ხო? რაღაცა სურათის გამოცნობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი ჩვენი Python-ით. შესაბამისად, ეხლა აქ რაც ვხედავთ, ხო? ანუ პროგრამის Pro-ზე, აქ გვაქვს რაღაცა main.py და აი ეს .py ნიშნავს, რომ okay, ეს ფაილი შექმნილია კონკრეტულად Python-ისთვის და ამის execution-ი გაეშვება Python-ში, okay? და ანუ შესაბამისად, აქ შეგვიძლია რომ გაუშვათ ეს კოდის და დღეს გავუშვებთ. ასევე შესაძლოა გვექნება რომ ნახოთ output-იც კი. Okay. ესეთი кейსები გვაქვს, ასევე შეგვიძლია რომ მაგალითად, ხო? აი მაგალითად დავწეროთ აქ name-ი, ჩვეულებრივი ცვლადი იყოს, მოდი line dev, აი ესე და მოდი age-ი დავწეროთ იყოს 30. ხო? აქ შემიძლია გავუშვა, ჩვეულებრივად execution-ი მოხდება, ხო? და შესაბამისად შესაძლებელია ახლა Python-ის კოდს რასაც დავწერთ, მარჯვენა მხარეს უკვე ვიხილოთ რა execution-ი გაეშვა. ჩვენ გვაქვს Python-ში ესეთი, ხო, აი დასაპრინტი, რომ output-ი რეალურად დავინახოთ რა და როგორ არის, ხო? და მოდი დავწეროთ. გვაქვს ესეთი ფუნქცია print function-ი და აქ მოდი რომ დავწეროთ ახლა ჩვენ hello Python. ეს შეგვიძლია გავუშვათ. და აქ ნახავთ რომ დაგვიპრინტავს ჩვენ hello Python. შესაბამისად print function-ი გამოიყენება იმაში, რომ ნახოთ ჩვენი output-ი. ზოგადად Python-ის სინტაქსი, როგორც აღნიშნე, არის საინტერესო. და შესაძლებელია მაგალითად მათემატიკური კალკულაციების შესრულება, ხო? მოდი აქ შემიძლია ახლა მე დავწერო. ისე მოდი print function დავწეროთ 4 + 5 მაგალითად.
print ats -4 შეგვიძლია დავწეროთ print მოდი იყოს false ორი გამრავლებული 2-ზე და მოდი იყოს ასევე print ხო 20 მოდი გავყოთ 4-ს ეს რო გავუშვათ ეხლა ეს კოდი ხო გავშევს კონტროლის და enter-ით ვაკეთებ აქ ვნახავთ უკვე რომ ოკეი ანუ ჩვენ როგორც კალკულაციაში ვსრულებთ რასაც ვეუბნებით და ანუ აქ გახალხაზე ხედავთ 5.0 ხო? ამას შევეხებით მომავალ ლექციურებში და ნუ შესაბამისად გავვლით სხვადასხვა საკითხებს. ოკეი, ნუ იდეაში ეს მინდოდა თავიდან მეთქვა, როგორც ხედავთ ანუ consistent მოკლე ვიდეოები გვექნება და შესაბამისად ნებისმიერ basic საკითხს გადავივლით, გადავღეჭავთ და შემდგომ შესაძლებლობა გექნებათ უკვე advanced დონეზე ისწავლოთ Python-ი ჩვენთან. Line Dev-ში თქვენი კარი ყოველთვის ღია არის. წრავებით მეგობრებო, გამოიწერეთ და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკზე თითის მიდგაბუნება.